მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. შეკრება მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათედევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტები იმ ლოკაციაზე შეიკრიბნენ, სადაც ნოემბერში მათედევიძე დააკრეს. განაჩენი მათედევიძის საქმეზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებას 21 წლის მუსიკოსი არ დასწრებია. სინათლის საძიებლად უსასრულო წვდიათში. ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა. პროცესის დასრულების შემდეგ მათედევიძის ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოყვა ეზოში შეკრებილ მოქალაქეებშიც. სინათლის საძიებლად უსასრულო წვდიათში. ოცნების საჩივრის საფუძველზე Facebook პოსტების გამო დღეს მოქალაქეები დააჯარიმეს. 3000 ლარი დააკისრეს დეა მამისეიშვილსა და მარიამ გეგუჩაძეს. გიგა მაქარაშვილი და მიშა მშულდაძე კი 4000 ლარით დააჯარიმეს. ოცნების წევრების საჩივრების გამო დღეს სასამართლოში 20-მდე პირი იყო დაბარებული. ნაწილი მათგანის პროცესი გადაიდო. ხვალს ავარაუდოდ ნიკა გვარამიას დააკავებენ. წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა კოალიცია წვლებისთვის ერთ-ერთ ლიდერს 7 ივნისს ამოეწურა.